მოგესალმებით ყველას. ესე იგი დღეს ვართ ალგეთის წყალსაცავზე. რათა მიზანმიმართულად ვითევზაოთ ფარგაზე. შეეხება ჩემს დღევანდელ ინვენტარს. მაქვს ფეივორტის ტოტემი, ეს არის 2-დან 10 გრამამდე. ანუ ვეცად ესეთი მაქსიმალურად შუათანა ტესტის ჯოხი წამომეღო, რათა ვაპირებ ვითევზაო ცოტა მომცრო სილიკონებზეც და დიდ სილიკონებზეც. ძირითადად გამოვიყენებ 4 ინჩიან სილიკონებს, აი ეგეთი სელექტის მოდელი მიყენია მეტალზე. თან მაქვს, ანუ დღესაც გამოვიყენებ, ეგ არის სელექტის სილიკონები. დიდები 4 ინჩიანები, გაჩვენებთ. აი ეგეთები მაქვს თან. და ასევე მაქვს ფირმა SV Fishing-ის დიდი სილიკონები, აი ეგეთები. ცალკეულად რომელი მოეწონება. წონა მაქვს დაბალი, რომ სუბუქად გავატარო, ეგას 3 გრამი და სილიკონი არის ეგ როგორც მახსოვს სადღაც 6 გრამი. დაახლოებით 8-9 გრამიანი მონტაჟი მაქვს ახლა. დავიწყოთ და შევხედოთ რამდენად გამართლებს. Tu confecção, იქნებოდა შენი აზრით. აი, თენგომ დაიჭირა პირველი ფარგა. გაიხელა ეს 2 კილოიანი იქნება უეჭველი. გავხსენეთ 0-დან გამოვიდით. აწივიწყებთ ჭერას. გაიდიდი. ამაზე დაგიჭერია. 4 ინჩიანი ფეტიში. სელექტი. ზუმზუმა. კეჩოში დააბლე. ეს. ვერ მოუწდი. Жалко. აკუჩა ჩაუყო. ეს სერიოზული ზომაა. ძალიან კარგია, გადაგიღო? კარგია, გავუშვათ ფარგუნა. ნახე, ახლა ნემსკავი გინაღომ პატარა ამისთვის. უშვათ ფარგა. 2 კილო ნახევარი იქნება ეგ მოიჭვენ. ფარგას რა თქმა უნდა ვუშვებთ. ფარგას რა თქმა უნდა უშვებს, იმიტომ რომ ფარგა ახალითებზია და ჯეჯეობით მისი წაყვანა არა მიზანშეწონილია. მინიმუმ 1-2 წელი. მერე კი ბატონო. მოვაგრძელოთ. მენა 1-0 მოვწყდი.
რა დარტყმა. რა დარტყმა რა აქო? არის. ეს პირველი პარკა. ძალიან ძლიერი დარტყმა ქონდა. 4 ინჩიან სილიკონზე. მაგარი ძალაა. თქო მე ადვილად უმკლავდი პატგრამამდე. გძანდი ფურგონად. სადღაც 2 კილოიანი უწოლია. Чучура зума купила. И чухтан рамхила. 2 კილო ნახევარი უეჭველია. სელექტის 4 ინჩიან. სილიკონზე ფეტიში. ეგ პირველი პარკა. თენგო 1-1. გაუშვათ პარკა. ავიდა. ვაგრძელოთ, წინ კიდევ ბევრი პარკაა დასაჭერი. გავაგრძელოთ თევზაობა, ჯერჯერობით იგივე მაქვს. 4 ინჩიანი ფეტიში სელექტის. ტოტემი მე ხა დიდ კალმახებზეც მაქვს გამოცდილი და ეგ პარკა ამისთვის ძალიან უბრალო ამოსაყვანი იყო. ხო დავა იქნებ კიდე გაგვიმართლოს. სილიკონს 4 ინჩიანზე ქვევით არ ვაყენებ სპეციალურად, რომ ქორწილი არ დავიჭირო. და თევზავთ მიზანმიმართულად პარკაზე. თევზს ასაც დავიჭერთ, რა თქმა უნდა, გავუშვათ და ასევე თხოვნა იქნება, რომ ყველამ ჯერჯერობით ეგ თევზი გავუშვათ. ოდესას გამრავლდება, ეგ სარეწაო თევზია, ძალიან გემრიელი თევზია, ძალიან მებრძოლი თევზია. დაახლოებით 2 წელში, 3 წელში უკვე შეგეძლებათ წაყვანა თავისთავად. აბა გავაგრძელოთ. Ура, добрый-то. Нани, მეორე პარკაც. მოატყვა ფეტიშმა. კორიცოლოგ. ნახე ჩი ვერ გამოვაჩინე. ფრიქციონი ცოტა ძლიერად მაგადაჭერილი. დიუსული. სოიზული. კეთრანი პარკონა. მოგზანდიახ. მელადა რიშო. ეს შეიძლება უდნო პატარა 2 კილო. მოიჭილი. Pichu. Ხურაზუმა. ისე ფეტიში. ძალიან მაგარია. ახლა სადგამიანი ჯოქს ამხელად არის აქ და თევზი რომ ხელა.
იმას ვიცი გამონთავისუფლება და გავუშვათ. წავიდა. თენგო არ მეშვება, გამინიჩიავა ისევ. მაგარი ზომაა. გამინიჩიავა. თხილად. თენგო თევზაობს 50 გრამამდე. 50 გრამამდე სკაილაინით. ინტერესის გულისთვის თორე. რატო არ იხრება? ნახე როგორ დაკეცილია. ეს ძალიან ისეთი დაგიჭერია. დაუოკებელი. აიდო. ძალიან მაგარი. კი, ეს იმაზე დიდი. გაიგალა. ერთი სამახსოვრო ფოტო ამასთანაც მინდა. რატო აწერია რომ სხვა? ეს ისევ სელექტის ფეტიში, ხო? 4 ინჩიანი სილიკონებმა თავი დაიფასა. აუშვათ. პარკა. წავიდა. მოხია. ორი თორი სასწრაფოდ უნდა გაგასწრო. ეს საჭმელი ნახეთ. ეხლა სადღაც ოდნა მარცხ. ეხლა მარცხნი. 1-2 მეტრი. ის ჯოხი აქ წამოიღო წყალმა. მე წერან ცოტა. Aí sapopila. Nice. Ja, ვიჭო. ხო არ გამიშვა წინ, აი ორივე ერთდროულად გამოყავს ფარკა. ჩემი დიდი იქნება. ანუ ხა ზომა გადაწყვეტავს. ხილამხილა ბიჭო. აი ერთდროული ფარკა. შენი ნახე როგორ შავი ფარკა. აშკარად პატარაა ბრატ. აქ მე ვერ ჩავალ. ნახე რა თევზაობა წავიდა ერთდროული ფარგა. ერთდროულად ხოჭილა რთული დასასმელი და აქ უკვე ფარგებიც დაიწყო ერთდროულად. ჩემი ჯოხი ისეთ ტესტია შეიძლება ამოვწიო. აი, არ მტკივნეულად ამოვიყვანოთ და გავუშვათ. ტოტემი ყოჩახ ფარგაზე, ჯიგზე. იდეალურად ხედავს ცურს. ამას ძალიან მაგრად გადაუყლაპია. ბიჭო ზომა. აი, სილიკონია გადაყლაპული, ხეს ფრთხილად უნდა ამოვუღო. მის ფრთხილად ამოღება განერათა. ფარგასთანაც ჩვენ გადაიჭირე. არა შენ სოტათის სქელი არის. სიძეთი იგივეა, მაგრამ უჭმელი ფარგაა შენი. აი მე ჩემს ნახე როგორ აქვს ხופში გადაყლაპული. მოდი გინდა მაგრატელი უცბად გეჭირო შენ და მე ამ. დავაი, მიდი. აბა, ნახტომი. აი, დავი. როგორ დასტარტა. მოდი, მასკენ. მაგრატელი შენ არ გაქვს? ვიცი.
ხილად გააღებია პირი, იმიტომ რომ გადაყლაბულია გოფში. ისე. კარგია. გავუშვათ. აქეთ ნაპირია. იქეთ. წავიდა. ძალიან მაგარი. 3-3? 3-3. ანუ არ მეშვები, ხო? კარგი ბატონო. გავაგზავნოთ. თავზობა გამოდის ძალიან მაგარი. აი დიდი სილიკონები ბევრი მეუბნება ხოლმე, რომ დიდ სილიკონს უნახავს. ამაზე რა უნდა დაждდეს ზვიგენი? ამ ხელათებზე დამაჭერინა მეტი რა მინდა. არ არის ეს დიდ სილიკონზე ყოველთვის ესეთი დიდი ქორჭილა, ეს ფარგა იქნება, ქარიღლაბია იქნება, უფრო თამამად მოდის. დიდ სილიკონზე უფრო ადვილია მოზრდილი თევზის დაჭერა ვიდრე პატარა სილიკონზე. ამიტომ დიდი სილიკონი ვიზუალურად ჩანს ისე რომ თითქოს დიდია, მაგრამ აი დავახედავთ როგორი შედეგი აქვს. შემდეგ ვიდეოს მე ვეცდები გადავიღო ქარიღლაბიაზე მარტო სილიკონით თევზაობით და იქაც ნახავ თუ რამდენად ეფექტური არის დიდი სილიკონი ქარიღლაბიაზე სათევზაოდ. გავაგზავნოთ აბა. მოკლედ მე მოხსნი ახლა ამ ფერს, პატევი გცა 100%-იანია. დავაბრუნოთ თავის ადგილზე. და მინდა გადავიდე სხვა ფერზე, სხვა მოდელზე, რომ ვიცოდი აბა რა შვერისი მაგნესია. მოდი მე სელექტები მაინც ყველა მიცით რაც არის და დავაყენებ ესვეს კაღალას, ეს არაფია, სილიკონს. მოდი ესვეში დავაყენოთ, ამითი დავიწყებ. ეგეთი დავიწყებ და 21-2-3 ფერს ვნახავ. ოფსეტური გვაქვს 1-0, ეს ამისთვის პატარა ხوار იქნება ვითომ ვნახოთ. ეს ну ღია ნემსკავზეც შეიძლება მის დაყენება, იმიტომ რომ ამას უფრო დიდი ოფსეტი უნდა. ღიაზე გადავაყენებ ახლა ამას. შეგამას არის? შეიძლება. მე სანამ სილიკონი დავაყენე? რა, შენ რა დააყენე? ხო შეცვალე სილიკონი? ფერი იგივეა? ფერი თითქმის იგივეა. ეს რა, ეს ვია თუ სელექტია? ეს სელექტია ოღონდ უფრო დიდი. ნო 5 ინჩიანი. 5 ინჩიანი სელექტი. და მოუშლა განთავისუფლე. შენ როგორ გამასწარი? ნუ გეჩინია მოდიო. აი მორჩილა. აფერი თითქმის იგივე. 5 ინჩიანი სუმოთონს ესე იგი ამ ბიჭს. მედი აი ესე გადამიღე ეს ფოტო. ერთი ფოტო ეს. ყველა ფარგასთან უნდა გადაიღო. ვიდა. 4-3 რაღაცა. დაძაბულია. დროის დასრულებამდე ჯერ არის პრინციპში დრო. ყველაფერი წინა. ნიჩიაზე დამატებითი დროა? ნიჩიაზე დამატებითი დროა. მე დავაყენე ესვე. და თენგოსაა გამეტებზე 5 ინჩიანი სელექტი. ნახოთ. ნახოთ, კაი ნოყიერი სილიკონია, კაი ხორციანი. ნახოთ. ესაც 4 ინჩიანი სილიკონია, ოღონდ უფრო მასიური სილიკონია. ფირმა ესვესი. ნახოთ როგორ ისახელებს თავს. ნუ გეჩინია. ახლა თეთრი სელექტით დავიჭერებ, რა. თეთრზე არის. აი,
აი ეს ვერ აშვება. ამით მქონდა ჩარტყმა და დაჭდა. ანგარიში რა უნდა გახდეს? აი ვიბრძვირო ფრე გახდეს 4-4. ჩვენ მინი ტურნირი გვაქვს აქ მოწყობილი. 2 კილომეტრიან თევზებზე. აუ ტოტემი უმკლავდება ძალიან მაგრამ აი ფიქციონი თითქმის დაკეტილი მაგ და არ მეშინია ჯოხის, იმიტომ რომ აი შეუძლია. და ძალიან მსუბუქი ჯოხი, აი ზა T1000 ჯია, იაპონური ბლანკი აქვს ამ ჯოხს. მაწვალა ბიჭო დიდი ალბათ. რამხელა ყოფილა. ძალიან დიდი ყოფილა. ხელოზე გადაუყლაპია. ნახე ბიჭო რამხელა სილიკონი, ციფარტე სილიკონი. ეს თაუნდქია ვარ საერთოდ. გაგიჟდა ვაფშე. ბიჭო ეს კიდევ უფრო დიდია შეხედე. ნახე რამხელა. ძალიან დიდი. მას უცებ. უნდა დამეხმარო. ეს სილიკონი მთლიანად ჩაყლაპა. აი ზომა. ბიჭო რა ზომა. კოჭივითა, ჩოვლებული კოჭია. უშვათ. სულიერი დავიდა. ეგია. ეცადოთ ხოლმე რომ დაჭერეთებზე უცებ დროულად. გაუშვათ SV ფიშინგის სილიკონზე ესეთი აი სუკან სილიკონზე. ეხლა ვიყენებ უკვე ღია ნემსგავს, იმიტომ რომ ეს ძალიან სქელია და სამწუხაროდ ამ მომენტში ესეთი დიდმოსლიანი ოფსეტური არ აღმომაჩნდა და დავაყენე ღია ნემსგავი. წონა 3 გრამი, ეს სილიკონი მძიმეა დაახლოებით 8 გრამია. და ბოლო ტესტზე ვარ, სადღაც 10 გრამზე ვარ და ტოტემი ისვრის იდეალურად ამას. ანუ რაც უწერია ტოტემის ტესტი 10 გრამი, 10 გრამზე მიდის იდეალურად. დავგზავნოთ 4-4. დასვი? ეს რა? ლეკვი დაიჭირეთ? ეხლა მაგას ვერ ჩაკითხე მე. ზონებში არ არის. ეს რო გაზომო 12. და ეს რა კნუტი დაიჭირე? ხარგის კნუტი. 5 ინჩიან სილიკონზე. 5 ინჩიან სილიკონზე. ნახე როგორ გადაუკლავია რამ ხელა სილიკონი. აი გაუში უცებ ნუ ტანჯა. სურათი გადამიღო არ მეტყვი იმედია მაგასთან. გაუში შენაის. წავიდა კნუტი. ცოტა ქარი ამოვარდა და რაცა ქარი არ მოეწონა ეგრევე გაჩერდა. ცოტასაც გავაგზავნებთ აბა. თუ არაფერი ამით მოვჩებით მშვენივრად დავიჭირეთ ახლა. ამ ეტაპზე გვყავს 9 ცალი რომელიც ამოვიყვანეთ ისეთი. იყო რამოდენიმე ჩარტყმა, იყო გაქცევები, 3-4 ცალი გაგვიქცა დაახლოებით. ნახოთ გავაგზავნოთ შეიძლება სუპერ ტოტის აი და ქარია უკვე. მოკლედ ამითი დავასრულეთ თებზაობა. გაჩერდა უკვე საერთოდ არ მოდის. შვენივრად დავიჭირეთ, ანუ მოსკვისთანავე მოდიოდა კარგად. 9 ცალი რეალიზებული და დაახლოებით 4-5 გაქცევა. ფარგისთვის ახლა მშვენიერი შედეგია. ნუ რაც შეეხება ჯოხს, ქონდა ეს ჯოხი უკვე გამოყენებული დიდ თევზზე კალმახზე ნახავდით და შესაბამისად ფარგაზეც იდეალური იყო. მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა როგორ იქნებოდა ჯიგზე. ეგ ჯოხი არის 2-დან 10 გრამამდე, 2.27-ია სიგრძეში. სიმართლე რომ ვთქვა 2 გრამიანი არ დამიყენებია დღეს მძიმე, მაგრამ 3 გრამიანი იყო ზე იდეალური ამ ჯოხზე.
ზედაწონაში მაქსიმუმ მეყენა 10 გრამი, 10 გრამს ანუ 10 გრამამდეა ჯოხი და 10 გრამს ამუშავებს, აი იდეალურად არ უჭირს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება 1-2 გრამი გადატვირთ ფაშიც წავიდეს, მაგრამ უმჯობესია თუ 10 გრამზე მეც არ დავაყენებთ. სათუარებით დღესაც გამოვიყენე ბევრნაირი არ მქონდა თან. 4 ინჩიანი სილიკონები ვიხმარე. ყველაზე მინიმუმ ესა სელექტის ფეტიშები, სლიმ შედები მქონდა კიდე სელექტის და ესვეს სილიკონები. სულ ეს იყო, მშვენივრად გავერთეთ. მოყოფილო ნამდვილად არა ვარ. აბა დროები და წარმატებები.